შენ ფული თუ დაგიკარგავს როდის? ფული? სადამან შვილო, რათა კარგი ფული. ხო, მაგრამ მაგაზე ხომ არ არის რა? ხომ ხდება რომ კარგავ? კი ხდება. ხო? ისე მეც დავკარგე 126 მარეთი. მაშინ შენ პატარა იყავი. ხო და თუ კარგავენ, მაშინ ვიღაც პოვლობს კიდეც არა? ხო ასე? ჰა? ხო, ასეა. ვარია მაშინ ლოგიკა. ისე დაკარგვას პოვნა ჯობია. თათო, მოიცა. შენ რა იპოვე რამე? აბა რა უნდა გითხრა? ჰა? აბსოლუტურად მართალი ხარ. აი, ჰა? რა არის ეს? აი გულსარა გავს. ღმერთო ჩემო. საიდან? ვიპოვე. პოვე? ხო, ქუჩაში ვიპოვე ქვაედოზე. რა? ქვაედოზე. ქუჩაში იპოვე. ქვაედოზე? ხო. იპოვე არა? შენსაც არის შლი, ხო? სიმართლეს გეუბნები, აბა რას გეუბნები? იქვე კიდე დიდი ცეცხლი ქვა იყო დაგდებული. ახლო-მახლოსაც არავინ არ იყო. დამეტოვები და? აგერა. თუ ესია. აბა დაიფიცე. ვა, ის რო იყო მაშინ იყო. ეხლა რა სხვა მიზეზს ვერ მოვიგონებდი თუ რა? დაიფიცე. შენ თავს ფიცაური. აგნესას გეფიცეთ. თათო ეხლა პონზე არ დაიფიცო იცო. კარგი რა მაგას როგორ მეუბნები. იქვე პირდაპირ ქუჩაში ეგდო, ქვის ძირას. შემოუხვიე თუ არა? დავინახე კიდეც. მივიხედე, მოვიხედე, ავიღე და ჩავიდე ჯიბიში. აბა რა უნდა მეკეთე? ამას სიმართლეს ვამბობ, ღმერთს გეფიცებით. დაღდად ღმერთმა გამოგვიგზავნა. მოვიხმაროთ რა. ეხლა ჩვენ რო ფული გვჭირდება ოჯახში, ისე ჭირდება ვინმე? ჰა?